საღამოშვიდობის 26 იანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. ირაკლი კობახიძის განცხადებით პროდუქტის სარეალიზაციო ბაზარზე არსებული თამაშის წესები პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის. ფასების კომისიის წევრების მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში არსებული გამოწვევები იმ გარემოებებზე ახდენს გავლენას, რომ ქართულ მარკეტებში საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ნაკლებად ვხედავთ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით პროდუქტის ფასების შემცირების შესაძლებლობაზე ყველა რგოლი თანხმდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით 2025 წელს საქართველოს საბეჟოზე სანქციების გვერდის ავლის 2658 შესაძლო შემთხვევაა აღკვეთილი. პრემიერ-მინისტრი უარყოფს კონკრეტული ინვესტორის მხრიდან მსხვილი ენერგოპროექტით ხუდონჰესით დაინტერესებას. მისი თქმით, დღეისთვის ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს პროექტს, რათა ინვესტორებისათვის წინადადებები მომზადდეს. კიდევ ერთი შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში სურსათის ფასების შემცირების სახელით. პრემიერ-მინისტრმა და შესაბამისი კომისიის წევრებმა ინგოროყვაშუჩში მწარმოებლებთან შეხვედრა დღეს გამართეს. მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს საზღვრიდან მაღაზიის თარომდე 86%-იანი ფასნამატი წარმოიქმნება, თუმცა პრემიერი აღნიშნავს იმასაც, რომ ბაზარზე არსებული თამაშის წესები ადგილობრივ მწარმოებლებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის. თავად მწარმოებლები მაღალ ფასნამატს სწორედ საცალო ვაჭრობის ქსელების პირობებს უკავშირებენ. ბიზნესის მხრიდან სურსათზე არსებული მაღალი ფასის კონტექსტში დღეს გაჟღერდა ისეთი საკითხები, როგორიც არის საბანკო კრედიტების სიძვირე და წარმოების მცირე მასშტაბი. რა აძვირებს სურსათს და პროდუქტის გაიაფების რა რესურსი არსებობს მთავრობის ხელში, ნუსე შუბაშვილი მოგვიყვება. რიგით მესამე შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ქართული ოცნების ფასების შემსწავლელი კომისიის ფარგლებში სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და დისტრიბუტორების შემდეგ უკვე მწარმოებლებთან შედგა. ვიდრე კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაესაუბრებოდა პროდუქციის მაღალ ფასებთან მიმართებაში, მან კიდევ ერთხელ ახსენა კომპანიებს შორის შესაძლო კარტელური გარიგებები, თუმცა ამჯერად კონკრეტიკის გარეშე. Ბუნებრივი არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დავულოდოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩვენ მთავარია მოусმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. უკვე მწარმოებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კომენტარებში შესაძლო კარტელურ გარიგებებზე საუბარი აღარ ყოფილა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურსათზე ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე 86% შეადგენს. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ არსებული თამაშის წესები ქართულ მწარმოებლებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის. არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართულ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენ ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი. უზრუნველყოთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ჩვენ ქვეყანაში მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შეუწყოთ ადგილობრივ წარმოებას და რა თქმა უნდა ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც თავისთავად ცხადია პირველ რიგში შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას არჩენს ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ორგანიზებულ ქსელში აგროსასურსათო პროდუქციის შეღწევადობა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მწარმოებლების ნაწილი კი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სწორედ ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა და რითეილ სექტორის მხრიდან დაწესებული მაღალი გადასახადებია, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასაც ზრდის. შესაბამისად, მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სექტორში გარკვეული თამაშის წესები დაწესდეს. ქსელების მხრიდან მაღალი მარჟების cashback-ების მოთხოვნა ჩვენთვის ქართველი მწარმოებლებისთვის არის ყველაზე დიდი ბარიერი
რომ მივახციოთ როგორც ფასის რეგულირებას, ასევე ზოგადად გადავრჩეთ. შესაძლებელია თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, პირდაპირ გითხრათ, ძალიან რომ გავამარტივოთ, ვიღაცის ჯიბიდან ეს უნდა დააკლდეს. ეს არის ქსელი დღეს, ვინც აკონტროლებს ბაზარს და შესაბამისად ქსელმა უნდა გააკეთოს ოპტიმიზაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იცით რომ უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს უკვე ქსელურმა მაღაზიებმა. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი კარნახობენ ბაზარს უკვე იმ პირობებს, რისი შესრულებაც გვიწევს წარმოებლეს. თუ არ შევასრულებთ, ნუ დახლიდან მოიხსნებით. წარმოებები თავისთავად მუშაობენ ძალიან დაბალ მარჟებზე, მაგრამ წარმოებიდან თარომდე გასავლელი გზა არის სწორედ ის გზა, რომელზეც ხდება საოცარი ფასნამატების წარმოქმნა. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც წარმოებლები დამოკიდებული ვართ საცალო ქსელებზე, მათთან რეალიზაციის თვალსაზრისით, ეს არის მათთან ჩვენი ურთიერთობის პრობლემა. ანუ ის პირობები, რასაც ისინი აყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებს. ძალიან მძიმე პირობებია. ეს არის cashback-ი, ეს არის შესulis გადასახადი, ეს არის გადახდის ვადები. ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ჩვეულებრივი კარგი კომერციული ურთიერთობა გვაქვს ჯანსაღი. და არის რამდენიმე ქსელური კომპანია, რომელთანაც უბრალოდ ვერ შევთანხმდით იმის გამო, სავარაუდოდ, რომ ჩვენი პირობები და მათი პირობები ერთმანეთს არ დაემთხვა. ბიზნესის ნაწილი ამბობს იმასაც, რომ მათთვის ასევე გამოწვევა მაღალი საბანკო პროცენტები. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ფასების შემცირებაზე ზეგავლენისთვის რესურსი შეიძლება არსებობდეს საბანკო კრედიტების გაიაფებაში, ასევე გლობალურ კომპანიებთან მოლაპარაკებებში და მარკეტების რაოდენობის ოპტიმიზაციაში. მიღმა დასახელებული ფაქტორებისა მაღალი ფასების ჭრილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება ის გარემოებაც, რომ საქართველოში სხვადასხვა მიმართულების წარმოება შედარებით მცირე მასშტაბისაა. ეს გიგანტები ვინც არიან, მსოფლიო გიგანტებს გულისხმობ, მათთან მოლაპარაკებები არის ერთი მნიშვნელოვანი გზა, არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება, ასევე უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო აკეთებს ისედაც. ქსელების მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკურენციაა ერთმანეთში და ძალიან ბევრი ერთ ქუჩაში შეიძლება 5 შეგვდეს. ხო? ერთი მაღაზია რო გახსნა $1,000,000 გინდა, მაგის რემონტში, მაგის დანადგარების, მაგის ყველაფერში მოსახლეობაც წუხდება და შეიძლება ცოტა ამისი რეგულირება. ნაკლები კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იქ სადაც საჭიროა. ჩემი რჩევა იყო, რომ 10-15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს, რომ თავიანთი გეგმა დადონ. თვითონ როგორ წარმოუდგენია, იმიტომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით. შეიძლება რაღაც გამოსავლების და ფასტა რეგულირების გზის პოვნა ისე რომ არ დაზიანდეს მონაწილეები. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად დისტრიბუცია აძვირებს, კიდევ ის აძვირებს, რომ მასშტაბი არ არის იმხელა ქვეყანაში, ვთქვათ, რამხელა სხვა ქვეყნებში არის და აქედან გამომდინარე მასშტაბიც ქმნის ერთ-ერთ პრობლემას. საქართველოში იწარმოება ცოტა რაღაცა, ცოტა 5% იწარმოება. რაც ძალიან ცოტა არის. უნდა იწარმოებდეს ბევრი და დიდი რაოდენობით და მაშინ მოხდება ფასების დაძევა. დღესვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება კიდევ ერთხელ შეაფასეს ქსელურ მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესვლა. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავსი კომუნიკაცია ნაკლებად მისაღებია. მე მგონი არ არის მოსაწონი, არაფერი საჭირო არ არის ეს, მაგრამ შეიძლება ოპერატიული რაღაც ინფორმაცია ჭირდებოდა და არ ვამტყუნებთ, რამის უხეშობას იქ ადგილი არ ქონია და რაღაც კოოპერაცია იყო ბიზნესსა და მათ შორის დასვეს აქ წარმომადგენლებმა, რომ მათთვის მიუღებელია ეგეთი შემოწმება და შემოსვლა. თორე დამალული მაინც არაფერი არ არის. მიმდინარე კვირაში ფასების კომისიის წევრები ფარმა ბიზნესის წარმომადგენლებს და ნავთობპროდუქტების რეალიზატორებსაც შეხვდებიან. პარალელურად კი, როგორც ცნობილია, ფასების საკითხზე კომისიის შექმნა პარლამენტში იგეგმება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის სურსათის ფასებზე მოკვლევის კონკრეტული შედეგები მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. მთავრობის მხრიდან ფასების რეგულირების სურვილით პროცესი არ ვითარდება ისე, როგორც ამას დასავლური საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს, რადგან სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით ბაზრის ერთიანი შესწავლა ძალიან ზოგადი და შეიძლება ითქვას ბუნდოვანიც არის. ასე აფასებს პროცესს იურიდიული ფირმა JNT Consulting-ის მმართველი პარტნიორი. გიორგი ცერცვაძის თქმით, სხვადასხვა პროდუქტის ბაზარი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ მათი ერთიან კალათაში ჩაყრა და იქიდან საერთო უნივერსალური წესების გამოყვანა ვერ ხდება. მისი თქმით, საუკეთესო პრაქტიკით კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ბაზრის მოკვლევა უნდა მოხდეს.
და გითხრათ, რომ აქ ყოველთვის 2 მივუმატოთ 2 4 არ არის. ანუ, როდესაც ბაზარზე რაღაც, ასე ვთქვათ, გამოიყურება ისე, რომ თითქოს ის არღვევს ვიღაცის უფლებას, ან ვთქვათ, ფასების ზრდის საფუძველია და შემდეგ კვლევის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ფლათ ასე არ არის, ან საერთოდ არ არის ასე. და ამას ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება. როდესაც საუბარი იყო მაგალითად იმაზე, რომ საზღვრამდე და საზღვრის შემდეგ, თქვათ, ხო, აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რა ღირს პროდუქტი საზღვრამდე და რა ღირს პროდუქტი საზღვრის შემდეგ. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, ერთ-ერთი ძალიან ბევრ სხვა თანაბარ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს შორის, მაგრამ მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხის მიღებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვინმე თავისუფალი კონკურენციის წესები დაარღვია თუ არა. პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ და ყოველთვის გასაგებ ენაზე, ვინმე დამნაშავეა. ამ შემთხვევაში მე საუბრობ ყველა მონაწილეზე, მათ შორის ქსელებზეც, მათ შორის სადისტრიბუციო კომპანიებზეც. ისინი არიან მოთამაშეები ამ სფეროში და სახელმწიფოც მათ შორის არის მოთამაშე ამ სფეროში. ამიტომ ამ მოთამაშეებს შორის არ არსებობს ესეთი აზროვნებანულოვანი შედეგით, როგორც იტყვენ. ანუ აქ ჩვენ ვერ ვიპოვით ერთ დამნაშავეს, რომელსაც შეგვიძლია ავკიდოთ ყველა ბრალი და ვთქვათ, რომ აი ამათი ბრალია და ამათი გამო გაიზარდა ფასი. იურიდიული კომპანია JNT Consulting-ის მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ფასების შემცირების სურვილით დაწყებულ პროცესს ხელშესახების შედეგი ვერ ექნება. გიორგი ცერცვაძის შეფასებით, ყველა ნიშანი მოკლევადიან ეფექტზე მიუთითებს. მისი თქმით, ეს ბაზარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად მოქმედებს და დღეს მიღებული რეკომენდაციებით შესაძლოა ხვალ სრულად გამოუსადეგარი იყოს. იურისტს მიაჩნია, რომ სავარაუდოდ ამ თემას სხვა არანაკლებ გრძნობიარე თემა გადაფარავს უახლოეს მომავალში, თუმცა თუ მთავრობას გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედება სურს, უნდა შეიქმნას კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ბაზრის რეგულირება და ამ თანმდევი რისკების დეტალური გაანალიზება. ჩემი აზრით ამ პროცესს მაინც და მაინც ესეთი ხელშესახები ფინალი ვერ ექნება, იმიტომ რომ ყველა ნიშანი მიგვითითებს, რომ ის გათვლილია მოკლევადიან ეფექტზე, იმაზე რომ აი ამ კონკრეტულ მომენტებში, როდესაც ფასები მართლა კონტროლულ დინატებს და რაღაცა ეფექტს მიაღწია და სოციალური მდგომარეობა ასეთია და აქედან გამომდინარე ვთქვათ შეიძლება არსებობდეს ბევრი შეკითხვა კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომ რას აკეთებენ ისინი ამ მიმართულებით. გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობა გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შეიქმნას კონკრეტული ხედვა, მიდგომა, რომ თვითონ კონკურენციის სამართალშიც არსებობს უამრავი კონცეფცია, უამრავი თეორია და მიდგომა, როგორ შეგიძლია შენ დაარეგულირო ესა თუ ის ამის შერჩევა უნდა მოხდეს, რა რისკები აქვს ამ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, მე ამ რისკებთან დაკავშირებით როგორ მუშაობთ, უკან როგორ, ანუ ეს არის კიდევ ერთხელ მეორე ცოცხალი პროცესი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უნდა მიდიოდეს. ალბათ გარკვეული დროის შემდეგ გადაივლის ინტერესი ამ საკითხის მიმართ, ან უფრო საინტერესო საკითხი გამოჩნდება, რითიც ნამდვილად განებივრებულები ვართ. დღეს ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს გლობალური საერთაშორისო თუ რომელიმე შიდა საკითხი და ამ კუთხითაც ალბათ ისევ მივიწყებას მიეცემა. TBC კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯის დეკემბრის დინამიკის თანახმად ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსაც უკავია. საინვესტიციო ბანკის მონაცემებით ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია. 2025 წლის ბოლოს TBC ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 24%-ით და 18%-ით გაიზარდა შესაბამისად. ამავე პერიოდში რეზიდენტებმა TBC ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 87%, ხოლო არარეზიდენტებმა 13% დაიკავეს. უნაღდო დანახარჯები სურსათზე გაწეული ხარჯების წილით 27%-ს აჩვენებს, რესტორნებში დანახარჯების წილი 13%-ს გაუტოლდა. დეკემბერშივე სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარი იყო. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 9%-ი შეადგინა. TBC კაპიტალი მიუთითებს, რომ სურსათის შემთხვევაში ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი გასული წლის დეკემბერში 19
ლარი იყო. განახლებული მიმოხილვით დეკემბერში ჯამური დანახარჯების 67% სამომხმარებლო საქონელზე მოდიოდა. ანგარიშის თანახმად ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე შესაბამისად 67 და 33% შეადგინა. სამომხმარებლო საქონლის გაზრდილი წილი სავარაუდოდ სეზონური და სადღესასწაულო ფასდაკლებით აიხსნება. ამავე პერიოდში TBC ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 40% დაიკავა, წერს TBC კაპიტალი მიმოხილვაში. $2025 წელს საქართველოში თვეში 100,000 ლარი ან უფრო მაღალი ხელფასი 35,615 დასაქმებულს ჰქონდა. 6,300 პირით მეტს ვიდრე 2024 წელს. შემოსავლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაღალანაზღაურება დასაქმებულებს გასულ წელს ხელფასის სახით 8,176 მილიონი ლარი დაერიცხათ. 1,200 მილიონით მეტი 2024 წელთან შედარებით. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით გასულ წელს ჯამურად ხელფასი 12,258,106 დასაქმებულს ერგო, მათი დარიცხული ხელფასი, ანუ ხელფასის საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით წლის განმავლობაში 22,831 მილიონი ლარის ჯამს აღემატებოდა. მონაცემების თანახმად გასულ წელს 35,807 დასაქმებულის ხელფასი 600 ლარზე ნაკლები იყო. 1,200-დან 12,000 ლარამდე დიაპაზონში ხელფასი 416,239 დასაქმებულმა მიიღო. 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება. ეს ქართული ოცნების პარლამენტის მიერ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის და განვითარების მიზნით შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით არის გათვალისწინებული. კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა კომპანიებმა როგორც ირკვევა, არ იციან უმეტეს შემთხვევაში თამაშის კონკრეტული წესები, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. როგორ ფასდება ახალი რეგულაცია კერძო სექტორის მხრიდან და რა შენიშვნები არის დარგის სპეციალისტებისგან? ანუკა ჯოხაძე არკვევდა ამ თემის დეტალებს. 1 მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმების პროცედურები რთულდება. ქართული ოცნების მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ერთ თვეში ძალაში შევა და ამის შემდეგ კომპანიებს, რომლებსაც უცხოელი კადრების დასაქმების სურვილი ექნებათ, ჯანდაცვის სამინისტროსგან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მოუწევთ. აუცილებელი იქნება დასაქმებულთან ხელშეკრულების გაფორმება. უცხოელისთვის კი სავალდებულოა ბინადრობისა და D1 კატეგორიის ვიზის ქონა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ისევ კითხვები აქვთ. განსაკუთრებით კი ბუნდოვანია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრო განაცხადზე უარს იტყვის, თუ უცხოელის პროფესია, კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ეს კანონი, რასაც გაურთულებს დამსაქმებელს, ეგ არის მოცდის პერიოდია 1-30 დღე, რომ უნდა წარადგინოს საბუთები და განაცხადი, რომ მიიღოს ნებართვა უცხოელი დაასაქმოს. ამას გარდა, რასაც ართულებს, არის მკაფიო კრიტერიუმები. აი მაგალითად, ვერსად ვერ ვნახე რა არის ის კრიტერიუმები, როდესაც სამინისტრო დასაქმებას კომპანიას უარს ეტყვის, რომ ჭარბი მიწოდება მაგალითად ამ პროფესიებზე. რითი განსაზღვრავს, რომ ჭარბი არის, ხო? იმითი რაოდენობრივი თუ მაგალითად შეიძლება იყოს ხარისხობრივი მაჩვენებლები. ფაქტობრივად კითხვები იქნებზე პასუხს დასჭირდება ალბათ ერთი თვე, რომ დამსაქმებლებმა კარგად გაიაზრონ, როგორ უნდა მოახდინონ მე ამ კანონთან ერთად მუშაობა. საკითხზე დამსაქმებელთა ასოციაციაში შეხვედრაც შედგა. გაერთიანებაში ამბობენ, რომ რეგულაციის ძალაში შესვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუმცა ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის კანონქვემდებარე აქტები, რომელმაც ბიზნესისთვის ახალი თამაშის წესები მკაფიო უნდა გახადოს. დამსაქმებელთა ასოციაცია საკითხზე კომუნიკაციას, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან გეგმავს. გვესმის, რომ შრომის ბაზრის დაცვაც აუცილებელი არის, თუმცა მთავარი რაც არის, ეს არის განჭრეტადობა. როდესაც კანონს მიიღებ და შენ კანონქვემდებარე აქტისთვის გააქვს 8 თვე, ბოლო დღემდე არ არის საჭირო მიტანა, შესაძლებელი არის წინასწარ ამ კანონქვემდებარე აქტის თუნდაც ბიზნესთან გავლა
თუ არ ითვალისწინებ შენიშვნას, უბრალოდ გააცანი იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდეს ბიზნესი, შესაბამისად დაგეგმოს თავისი საქმიანობა და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მიმართავ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან მათ უნდა მიიღონ ეს შესაბამისი აქტი. თუ მათგან არანაირი გამოხმაურება არ იქნება, რა თქმა უნდა, მიმართავთ ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან ეს არის დარგობრივი სამინისტრო. ვიმედოვნებთ, რომ ეს კომუნიკაცია წარმატებით და დადებითად ჩაივლის და კანონქვემდებარე აქტში მაინც აისახება ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც ჩვენ დავაფიქსირებთ. საქართველოს შრომის ბაზარზე უცხოელი კადრების დასაქმება ადგილობრივმა ბიზნესმა კადრების დეფიციტის ფონზე დაიწყო. უცხოელები განსაკუთრებით სამშენებლო და მომსახურების სექტორებში არიან დასაქმებული. ის რომ უცხოელების დასაქმება იძულებითი ნაბიჯია, ბიზნესი მუდმივად საუბრობდა. დღესაც ამბობენ, რომ ადგილობრივი კადრები კონკურენტულ უპირატესობაში უნდა იყვნენ, თუმცა მიგრაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, კადრების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო ჭირს. მათი თქმით, ამ კუთხით ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ მთავარი აღსრულების პროცესი სწორად წარიმართოს და ბიზნესი ხელოვნური ბარიერებით არ დაზარალდეს. ეს კანონი ძალიან კარგია, მაგრამ იმედია, რომ ადეკვატურად მიიღებენ ამ კანონის, ასე ვთქვათ, აღსრულებას. ის რომ საქმის გამკეთებელი არ არსებობს და ჩვენ სანთლით ვეძებთ სპეციალისტი იქნება თუ არც მაღალი დონის სპეციალისტი, მილიონ რაღაცა ადამიანი არის ჩვენგან დასული და სხვა ქვეყანას, ასე ვთქვათ, აშენებს. ჩვენ ქვეყანას ვინ ააშენებს? ვიღაცამ უნდა ააშენოს, ხო? ეს ვიღაცა თუ უცხოელია და ჩვენ ქვეყანას აშენებს, ხელებში არ უნდა ჩაართოს. ეს ცვლილება აუცილებელი იყო, თუმცა არსებობს ალბათ გარკვეული საკითხი პროცედურებთან დაკავშირებით, რამდენად ეს ყველაფერი დეტალურად გაწერილია და რამდენად ბიზნესი მოასწრებს, თქვათ, ამ გარკვეულ პერიოდში ამ საჭირო აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას. იმედი მაქვს, რომ რასაც ხედავთ კანონში, ისე განხორციელდება და რაიმე ხელოვნური ბარიერები არ შეიქმნება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია. ახალი კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს იმ პირებისთვის, რომლებიც უკვე ირიცხებიან ამ სისტემაში და მათ ახალ წესებზე მორგება 2027 წლის 1 იანვრიდან მოუწევთ. სისტემის გარეთ დარჩენილი უცხოელებისთვის კი ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი საქმიანობის ნებართვაზე თანხმობა და უარი მიმართვიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა აცნობოს დამსაქმებელს. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა, როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯერიმებას გამოიწვევს. 2025 წელს საქართველოში თვეში 100,000 ლარი ან მეტი ხელფასის სახით 35,615-მა დასაქმებულმა მიიღო. 6,300 პირით მეტმა ვიდრე 2024 წელს. დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა BIMACH პლატფორმაზე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ეროვნულმა ბანკმა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი შეპესე BKN 301 ჯორჯია 20,000 ლარი დააჯარიმა. სების მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით სანქცირება რამდენიმე ტიპის დარღვევას, მათ შორის ანგარიშგებებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვას და საეჭვო გარიგების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენას უკავშირდება. Galten Tagartma ტურიზმის 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული მიმოხილვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დასრულების შემთხვევაში, ქვეყანა ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტით წლიურად 6 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. პრემიერის განცხადებით 1 მილიარდი ლარის ჯარიმები უკვლებელი ყველა ენერგოკომპანიას ჩამოეწერება. კობახიძე არ აკონკრეტებს, როდის გახდება ცნობილი კომპანიები, ვისაც ამნისტია შეეხებათ. 2025 წლის 12 თვეში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვები დაახლოებით 2 მილიარდ 430 მილიონი დოლარი იყო. საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით დეკემბერში ცენტრალურმა ბანკმა BIMAG პლატფორმაზე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს გასცდა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს და ეროვნული ბანკი კონცენტრირებული არის რეზერვის შევსებაზე, რასაც ბანკის გაცხადებული პოლიტიკა ადასტურებს. ბაზარი ამის შესაძლებლობას, როცა იძლევა, სები ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 თებერვალს გამოაქვეყნებს. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დასრულების შემთხვევაში ქვეყანა ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტით წლიურად 6 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. მარგებაძის თქმით, მხოლოდ ჰიდროს ნაწილში დაახლოებით 35 მილიარდ კილოვატ-საათის გამომუშავება ხდება. ქარის და მზის ენერგიის დამატების შემთხვევაში 50 მილიარდის მიღწევა შესაძლებელია. როგორც მარგებაძე ამბობს, თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ მოდესღაც შავი ზღვის კაბელს გავიყვანთ ევროპის მიმართულებით და ელექტროენერგიას გავყიდით ევროცენტებში, საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. წლიურად დაახლოებით 6 მილიარდ ევროზე, რომელიც კომპანიებში გადანაწილდება და საიდანაც 20% გადასახადებში წავა. ეს შორეული პერსპექტივაა, სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პოტენციალი ძალიან დიდია, რომელიც ასათვისებელია, ამბობს მარგებაძე. ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის ეთერში იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანას სრული პოტენციალის ათვისებაში ხელს უშლის. მან აღნიშნა, რომ უპირველესი პრობლემა ინფრასტრუქტურა. 2025 წლის დეკემბერში საქართველოს 300 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. დეკემბერში იმპორტი ყველა მეზობელი ქვეყნიდან განხორციელდა, მათ შორის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. პრემიერ-მინისტრი უარყოფს კონკრეტული ინვესტორის მხრიდან მსხვილი ენერგოპროექტით ხუდონჰესით დაინტერესებას და ამბობს, რომ დღეისთვის ეკონომიკის სამინისტრო უშვებს პროექტს, რათა ინვესტორებისათვის წინადადებები მომზადდეს. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონის მშენებლობის საინტერესო ინვესტორია დაინტერესებული და BMG-ის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფი არის ფრანგული წარმომავლობის. პრემიერმა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტში სახელმწიფოს ფინანსურ თანამონაწილეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ გამოირიცხება და რომ ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს. ხუდონჰესის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, თუმცა ვერ გაგრძელდა. არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული ამ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება და ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რასაც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი. ეს უნდა გადაწყდეს უკვე მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან, მოლაპარაკებების საფუძველზე ჩვენ არ გამოურიცხავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში. რაც შეეხება ენერგოკომპანიებისათვის დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ანონსს, რომელიც გასული წლის მიწურულს მთავრობის მხრიდან გაჟღერდა, ამაზე პრემიერი BMG-სთან ამბობს, რომ 1 მილიარდი ლარის ჯარიმები უკლებლივ ყველა ენერგოკომპანიას ჩამოეწერება, თუმცა როდის გახდება ცნობილი კომპანიების ჩამონათვალი, ვისაც ეს ამნისტია შეეხება, ის არ აკონკრეტებს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი დიფერენციაცია არ იქნება. ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებას არ შეასრულებს. ანუ უკლებლივ ყველას განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის გამორჩეული ეს გადაწყვეტილება, არავითარი დიფერენციაცია არ იქნება, უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძის განცხადებით 2025 წელს საქართველოს საბაჟოზე სანქციების გვერდის ავლის 2658 შესაძლო შემთხვევა აღიკვეთა. ამასთან დაკავშირებით მან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში.
ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამოგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2658 გადაწყვეტილება. ეს მაჩვენებელი ათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას. ყველა ოპერაცია, რომელიც შეიძლება სანქციებთან იყოს დაკავშირებული, მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, ამბობს ფინანსთა მინისტრი და ეჭვებს საქართველოს მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესაძლო დარღვევაზე უარყოფს. მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გასაჯაროებულ თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება ხდება, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ. კითხვა კი თავის მხრივ ეხებოდა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში სანქცირებული კომპანიები ოპერირებენ. ხუციშვილი ამბობს, რომ კონკრეტული შემთხვევაც გადამოწმდა და ტრანზაქციას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. კიდევ ერთი კითხვა ავტომობილების რუსეთში რეექსპორტს ეხებოდა. ხუციშვილის თქმით, ექსპორტირებული პროდუქცია იმ ქვეყანაში გადის, სადაც საქართველოსთან იგზავნება, ხოლო შემდგომი გადაადგილება უკვე მიმღები ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ზუსტად იმ ქვეყნებში გადის, სადაც ხდება მისი საქართველოსთან ექსპორტი, შესაბამისად იმ ქვეყნებიდან ეს საქონელი სადმირის ბუნებრივია არის იმ ქვეყნების პასუხისმგებლობა, სადაც ეს გადის. ბუნებრივია საქართველოს ვერ იქნება პასუხისმგებელი მთლიან ჯაჭვზე მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოს ერთი ბოლოდან მსოფლიოს მეორე ბოლოში. ბუნებრივია ყველა ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველოს აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომელიცაც ძალიან წარმატებით ართმევს თავს. მეორადი საბურავების რეალიზატორები ალტერნატიული ფართების მოსაძებნად 6 თვიან გარდამავალ პერიოდს ითხოვენ. 1 იანვრიდან მათ დედაქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე რეალიზაციის უფლება მეორადი საბურავების შეეზღუდათ. მეორეული საბურავების და შავი ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტრევადი მასალის განთავსება და რეალიზაციის სრულად აკრძალვა დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებს ეხება. მეორეული საბურავების რეალიზატორების ნაწილი უკვე დაჯარიმდა. ახლა ისინი გარდამავალ პერიოდს ითხოვენ. შესაბამისი თხოვნით ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ დღეს საკრებულოს წერილობით მიმართა. რას ითხოვენ რეალიზატორები? გაგაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. ვიღაცამ უნდა გამოვიდე და თქვა თავის ხო ანიკწად დანიკწად ხო? ქუჩაში გაყრა ეგრე ადვილი არ არის ადამიანის რა. ან ბანკებია, ქირებია, ბევრი რაღაცებია რა გადასახადი რა. ყოველდღიურზე რომ მუშაობს ნელია. ეგრეთ წოდებულ ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების სარეალიზაციო ობიექტების უდიდესი ნაწილი 1 იანვრიდან დახურულია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ობიექტების გაღების უფლებაც კი არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მეორეული საბურავების რეალიზაციით დაკავებული ბიზნეს სუბიექტების ინფორმაციით, რამდენიმე მოვაჭრე 5000 ლარით უკვე დაჯარიმდა. ამავდროულად ობიექტების ნაწილს შემოსავლების სამსახურიც ამოწმებს. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არავინ არაფერი არ ვიცოდით. მოვიდნენ და ერთი თვით ადრე გვითხრეს, რომ 1 იანვრიდან აქ უნდა დახუროთ მაღაზიებიო და შემდეგ მერე უკვე პირდაპირ მოვიდნენ, ჯარიმების დაწერა დაიწყეს და მერე შემდეგ უკვე მერიაში მოვითხოვეთ შეხვედრა და შეხვდნენ ჩვენი წარმომადგენლები და იქ მერიაში როცა უთხრეს, რომ ან გადავადების ფორმა ყოფილიყო, ან რაღაც მოთხოვნა, ან თხოვნით რო იყო მისულები, ყურადღება არ მოგვაქციეს და პირიქით რა დასცინოდნენ. Ну, короче, სასაცილო დაიგდეს, რაც გინდათ ისქენითო რა და აი რაც გინდა ისქენით, ესე არ არის რა. ამხელა ამდენი შეპესე არის, ამდენი რა ვიცი, თანხა არის ამაში ჩადებული, ამოყიდვის საშუალებაც არ მისცეს. ითხოვდნენ მინიმალურ 6 თვეს და ну 6 თვიდან 2 წლამდე გადავადებას რა. ანუ არ აქცევენ ამას ყურადღებას, არ აინტერესებს. რეალიზატორები ამბობენ, რომ ჯარიმები უსამართლოდ მაღალია და ამასთან მათი თხოვნა, რომელთაც მერიას მიმართეს, არავინ გაითვალისწინა. საუბარია 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. კანონის დარღვევა 2500 ლარიდან 30000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზატორებს რეგულაციაზე შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდათ, ყველა მათგანი ფიქრობდა, რომ ეს რეგულაცია არც ამჯერად ამოქმედებოდა. ამიტომ ახალ მოთხოვნებს მომზადებლები შეხვდნენ. იყო ლაპარაკი, პროფესორ მეორადიო, მაგრამ ეგ იმას არავინ არ მოელოდა, რომ გზის ერთ მხარეს დაკეტავდნენ და მეორე მხარეს არ დაკეტავდნენ, ხო?
აქ ხალხი დარჩა უმუშევარი რა, ბანკის ვალებია, ქირა, ახლა ყველა პრობლემებს ხარ მოუყვებით ახლა მაგას, მაგრამ როგორც დღე გადის, სულ ყოველთვის პრობლემა იზრდება რა. просто ან მოგცენ რო ადგილი სამე გადავიდეთ, ან რაღაცა უნდა ქნახო, ასე ქუჩაში ხალხის გაკრა მართლა არ შეიძლება რა ეგრე. საბურავები შემოტანილი აქვს, სეზონი იყო, ზამთრის სეზონი იყო და რჩებიან ისე რომ ვეყიდიან ამ საბურავებს რა. და ის დროც არ მიუციათ რომ სიტყვაზე რომ გადავიდნენ რამე სხვაგან ნაკვეთი შეიძინონ, ააშენონ და რაღაცა იქ რო გადავიდნენ. არაფერი დრო არ არის. რაღაც პერიოდი გაჩერდებიან ალბათ და ძალიან ბევრი ხალხი ისევ და ისევ უმუშევარი დარჩება რა და სანამ რაღაცა ფაც არ ნახავენ, ფაც რო ნახავენ, რა თქმა უნდა ნებართვა ჭირდებათ, რომ ამ ნებართვასაც დრო უნდა და ну, რავი, შეიძლება ბევრი ძალიან გამოითიშოს ამ ბიზნესს, რომ საბანკო ვალდებულებები აქვს. მეორადი საბურავების რეალიზაციით დაკავებული ბიზნეს სუბიექტები ახლა გარდამავალ პერიოდს ითხოვენ. მათ ალტერნატიული ფართების მოსაძიებლად და პროდუქციის გადასაზიდად მინიმუმ 6 თვიანი ვადა სჭირდებათ. ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ შესაბამისი წერილით საკრებულოს დღეს მიმართა. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, თბილისში ამ ბიზნესით დაკავებული მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი იჯარით აღებულ ფართებში საქმიანობს. მათ არც შესაბამისი ლოგისტიკური გამოცდილება აქვთ და ამასთან არც საბურავების გადატანის საშუალება ეძლევათ. თუკი რეგულაციის აღსრულებამდე გარკვეული პერიოდი არ მიეცემათ. უკვე ამოქმედა ეს დადგენილება და იმისათვის რომ ელემენტარულად ეს საბურავები გამოიტანონ თქვა საწყობებიდან ან მაღაზიიდან ვალდებული არიან, იძულებული არიან გახსნან. საკმარისია დაინახოს პერის შესაბამისმა სამსახურმა 2500-5000 ლარით აჯარიმებენ. ჩვენი თხოვნა საკრებულოს მიმართ რომ მივცეთ ბიზნეს, გამოიჩინოთ ჰუმანური აქტი, მივცეთ ბიზნეს კიდე 6 თვე იმ მეწარმეებმა დაინახეს რომ სახელმწიფო სერიოზულად არის ამ საკითხის მიმართ განწყობილი და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაჯარიმდა, ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ეს პრობლემა რეალურია, რომ დაინახა სახელმწიფომაც რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯარიმდება, ესე იგი პრობლემა რეალურია და დაინახეს მეწარმეებმაც რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა ასევე რეალურია და კაცრად მოთხოვნად. ამიტომ მივცეთ ახლა ერთმანეთს საშუალება სახელმწიფომ თავისი ვალდებულება აღასრულოს 6 თვის მერე და მოითხოვოს უფრო, მე ვფიქრობ, ნაკლები ადამიანი დაჯარიმდება და ნაკლებ ზარალს მიიღებს ბიზნესის და სახელმწიფოს და ეკონომიკაც და მეწარმეებსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ 6 თვის ვადაში ვთქვათ, საშუალება მიეცეთ გარეუბანში გადავიდნენ და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რასაც ქალაქის მერია ასე ვთქვათ და მუნიციპალიტეტის მთავრობა უწესებს ამ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ახალი საბურავების რეალიზაციაზე არ ვრცელდება და იქ, სადაც მეორეული საბურავების რეალიზაციის პუნქტები დაკეტილია, ახალი საბურავები ჩვეულ რეჟიმში იყიდება. რეალიზატორები ამბობენ, რომ მათთვისაც უცნაური ფაქტია, რადგან ახალი საბურავები უფრო ადვილად დაალებადია, ხოლო მათთვის დაწესებული შეზღუდვები არალოგიკური. აგლაძის ქუჩაზე სარეალიზაციო ობიექტებსა და საწყობებში ამ დრომდე 150.000-მდე მეორეული საბურავია ჩარჩენილი, რომელთა გადაზიდვას რეალიზატორები შესაბამისი ფართებისა და დროის არარსებობის გამო ვერ ახერხებენ. კალტენ დაგარტმა ტურიზმის 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და $1.1 მილიარდ შეადგენს 2025 წლის მეოთხე კვარტალში. ჯამურად გასულ წელს ტურიზმის შემოსავალი $4.7 მილიარდ უტოლდება, წლიურად 6%-იანი მატება. რაც მცირედით აღემატება კალტენ დაგარტის წინასწარ შეფასებას. 2026 წელთან დაკავშირებით საინვესტიციო ბანკი ტურიზმის შემოსავლების $5 მილიარდ მაჩვენებელს ვარაუდობს, რაც გაზრდილი არის წინა მოსალოდნელი $4.9 მილიარდ მაჩვენებელთან შედარებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შტატებში New York Travel and Adventure Shows-ში მიიღო მონაწილეობა. ამ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანია და როგორც ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო PR და ავიაკომპანიების პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. New York Travel Adventure Show 23,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნიუ-იორკში, ამერიკაში წარმოდგენილი არის ეროვნული სტენდით, გამოფენაზე, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით. ტრადიციულად მესამე წელია ჩვენ უკვე ამ გამოფენაზე დავდივართ ძალიან კარგი შედეგებით. კერძო სექტორთან ერთად, ასევე ქუთაისის DMO არის ჩვენთან ერთად წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, აჭარა, კერძო კომპანიები, ვცდილობთ რომ მეტი კავშირი დავამყაროთ ამერიკულ ტურისტულ კომპანიებთან, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიასთან. აღსანიშნავია, რომ გუშინ და გუშინ წინ ასევე 2 დღის განმავლობაში ნიუ-იორკში გაიმართა საერთაშორისო მედიის დიდი კონფერენცია, სადაც მედია ურთიერთობები დავამყარეთ და სამომავლოდ საქართველოს გაშუქებაზე ვისაუბრებთ, რომ მთელ მსოფლიოს, კერძოდ ამერიკაში მოვუყვეთ საქართველოს შესახებ და ბევრად მეტი მოგზაური დავაინტერესოთ და შემდეგ ჩამოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ნიუ-იორკში ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 10,000-ობით ვიზიტორი სტუმრობს და ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საქართველოს მონაწილეობა ამ ტიპის გამოფენაში. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საქართველოს სტენდთან პირადად გაეცნონ საქართველოში ტურიზმის პოტენციალს და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ამ ეტაპზე მარკეტინგი მიმართული გვაქვს ჩვენ ამერიკა-კანადის ბაზარზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაიგონ საქართველოს მიმართულებით რამდენად საინტერესო მოგზაურობა შეუძლია დაგეგმონ, ასევე ჩვენ მომავალმა პარტნიორებმა რა შესთავაზონ თავიანთ კასტომერებს, ადგილობრივს და საერთოდ ჯამში ძალიან კმაყოფილები ვართ მათი ინტერესით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის კონტექსტი ძალიან მძიმეა. ასეთი არის პრემიერის პოზიცია კითხვაზე პასუხისას, რატომ არ ხვდება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში და ამბობს, რომ ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია. თბილისის მერი თავის მხრივ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა Deep State-ი ვერ დაამარცხა და ამ გარემოების გათვალისწინებით კახა კავალძე ამბობს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი არის მოლოდინის რეჟიმში. შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს ვიზიტს. დონალდ ტრამპის თქმით, Vance ამ ქვეყნებს ეწევა, რათა წინ წასწიოს ტრამპის საერთაშორისო მარშრუტი მშვიდობის და კეთილდღეობისათვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მან აგვისტოში 2 ქვეყანას შორის გააფორმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ვიზიტიც კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის. პრემიერის თქმით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას კვლავ მოთმინებით ელოდებიან. ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი ჩვენი ინფორმაციით, ხო? აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანში და სომხეთში. გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, მაშინ რატომ არ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების და ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი? ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ხო? ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება. და ნახოთ ჩვენ მოთმინებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით, მოთმინებით. 12 წლიანი საქმიანობის შემდეგ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას დაობს მის ნაცვლად კომისიის წევრი გოგა გულორდავა ხდება. ვინ იქნება მისი შემცვლელი თავმჯდომარის პოსტზე, ეს ჯერ არ არის ცნობილი. ბექაური კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი კომკომის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. გულორდავა კომკომის წევრი 6 წლით გახდა. მას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე. გულორდავა 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია ტელეიმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. კომისიას 5 წევრი ჰყავს. ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს, ეს 29 იანვარს გაირკვევა. TBC ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან 270 მილიონი ლარის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მიიღო. ADB-ის ინფორმაციით ეს თანხაური მიმართულებით დაიხარჯება. სესხის 70%-მდე წილი მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებაზე, საიდანაც მინიმუმ 20% ქალების მფლობელობაში არსებულ ან ქალების ხელშეწყობით მოქმედ საწარმოებს მოხმარდება და მინიმუმ 30%-ით მწვანე ინვესტიციები დაფინანსდება ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის შესაბამისად. ADB დამატებით გამოყოფს 250,000 დოლარის ტექნიკურ დახმარებას TBC ბანკისთვის. ფინანსური რესურსი მოხმარდება ბანკის მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების გაძლიერებას და კლიენტების სათბურის აირების ზემოქმედების შეფასების და ანგარიშების ინსტრუმენტების გაუმჯობესებას. კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ და მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. აღნიშნული არის ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მხრიდან საქართველოში ლესლი ბიარმანისგან.
ევროკავშირის ქვეყნებმა 2027 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტის სრული აკრძალვა დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა ბლოკის ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო გახდება. გადაწყვეტილების მიხედვით ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლომდე შეწყვეტს. ილსადენით მიწოდებულ გაზზე უარს 2027 წლის 30 სექტემბრიდან იტყვის. აკრძალვა ძალაში რეგულაციის გამო ქვეყნებიდან 6 კვირაში შევა. არსებული კონტრაქტებისათვის გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე ვალდებული იქნებიან გადაამოწმონ ქვეყანას, სადაც გაზი იქნება წარმოებული. ახალი წესების შეუსრულებლობა ჯარიმას ითვალისწინებს მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირისათვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისათვის ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%-ის ოდენობით. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპი არის REPowerEU-ს მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოუკიდებლობის დასრულებას გულისხმობს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.